2025 წლის აპრილის ბოლოს კოსმოლოგიური მეცნიერება დედამიწის მსგავს ეგზოპლანეტაზე სავარაუდო ბიოხელწერის აღმოჩენაზე ალაპარაკდა. ამ ამბავმა მთელი კაცობრიობა მოიცვა და დააინტრიგა. საუბარია ეგზოპლანეტა K218b-ზე. კოდის მაყურებელმა ეს ამბავი კარგად იცის. მეცნიერებმა აქტიური დაკვირვებები განაგრძეს, თუმცა რაღაცები შეიცვალა. ეგზოპლანეტა K218b-ზე არამიწიერი სიცოცხლის პოვნის იმედი სწრაფად ქრება, რადგან როგორც ახალი დაკვირვებები მიუთითებს, არ არსებობს ბიომოლეკულების ფიქსირებადი მტკიცებულებები, რაზეც წინა კვლევები მიანიშნებდა. მეცნიერთა უმეტესობა თანხმდება, რომ წინა დასკვნები ნაადრევი იყო, მაგრამ წინა კვლევის ერთ-ერთი ავტორი ირწმუნება, რომ ახალი მონაცემები სინამდვილეში უფრო ძლიერ მტკიცებულებებს გვთავაზობს, ვიდრე წინა დაკვირვებები. 2025 წლის აპრილში კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერმა ნიკუ მადჰუსუნდანმა და მისმა კოლეგებმა განაცხადეს, რომ ჩვენგან დაახლოებით 124 სინათლის წლის მანძილზე მდებარე დედამიწაზე ოდნავ დიდი კლდოვანი პლანეტა K218b-ის ატმოსფეროში მოჩანდა დიმეთილსულფიდის და დიმეთილდისულფიდის მოლეკულების ნიშნები. დედამიწაზე ამ მოლეკულებს მხოლოდ სიცოცხლე წარმოქმნის. მაშინ მადჰუსუნდანი ამბობდა, რომ ეს იყო ადამიანის მიერ დანახული პირველი ნიშნები იმისა, რომ უცხო პლანეტაზე შესაძლოა სიცოცხლე იყოს. თუმცა, როცა მოგვიანებით სხვა მკვლევრებმა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის იგივე მონაცემების სხვა სტატისტიკური მოდელებით შეისწავლეს, ვერ მიაგნეს ამ მოლეკულების არსებობის ძლიერ მტკიცებულებას, მაგრამ მონაცემები უფრო სრულყოფილად შეისწავლეს მადჰუსუნდანმა და მისმა კოლეგებმაც, რის შედეგადაც, როგორც იგი აღნიშნავს, უფრო მეტად დარწმუნდა, რომ მონაცემებს ყველაზე საუკეთესოდ სწორედ დიმეთილსულფიდი ხსნის. პლანეტაზე ახალი დაკვირვებების ჩატარების გარეშე ასტრონომებს გადაჭრით რაიმეს თქმა უჭირთ. დაფიქსირების სტატისტიკურ მტკიცებულებას ვერ მიაგნეს. იქ მაინც შეიძლება იყოს სხვა მოლეკულები, რომლებიც დიმეთილსულფიდს ბაძავენ, მაგრამ სიგნალში არის სხვა, აუხსნელი მოლეკულით გამოწვეული გარკვეული მახასიათებელი, რომელსაც მისი აზრით საუკეთესოდ ხსნის დიმეთილსულფიდი. ბიოხელწერის შესახებ პრეტენზიების კიდევ ერთი დარტყმა აღმოჩნდა ის, რომ K218b-ის მსგავს წყალბადით მდიდარი ატმოსფეროს მქონე პლანეტებზე არსებობს ქიმიური გზები, რომლებითაც დიმეთილსულფიდის წარმოქმნა სიცოცხლის გარეშეა შესაძლებელი. აქამდე ითვლებოდა, რომ ამ ნაერთის წარმოქმნა მხოლოდ ცოცხალი ორგანიზმების ცხოველმყოფელობითაა შესაძლებელი. ამ ყველაფრის მიუხედავად, ერთი რამ, რაზეც ასტრონომები თანხმდებიან, არის ის, რომ ეს პლანეტა წყლით მდიდარია. ჰუმ და მისმა ჯგუფმა მეთანისა და ნახშირორჟანგის არსებობის ძლიერი მტკიცებულებები აღმოაჩინა, რაც წყლის არსებობაზე მიუთითებს. თუმცა ჯერ მაინც შეუძლებელია იმის თქმა, წყალი იქ ოკეანეების სახით არსებობს, ატმოსფეროში ორთქლის სახით, თუ პლანეტის წიაღშია გამომწყვდეული. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.